303 შეხვედრა, 96 მოგებული, 62 ფრე დასრულებული და 145 წაგებული. 368 გატანილი გოლი და 431 გაშვებული. აი ასე გამოიყურება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მშრალი სტატისტიკა და ძალიან გთხოვთ ერთ ან ორ ან თუნდაც 5 შეხვედრით მეტია ნაკლები, 10 გოლით მეტია ნაკლები არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვართ გამარჯვებული ნაკრების გულშემატკივრები. ჩვენ 145 შეხვედრა წავაგეთ. წავაგეთ. ნაკრებმა და კონკრეტულმა სახელებმა და გვარებმა კი არ წააგეს. ერთად წავაგეთ. გუშინ ღამიდან მოყოლებული ფიქრობ განსაკუთრებით გუშინ ღამიდან, თუმცა ამაზე სულ მეფიქრებოდა, რა შეიძლებოდა მეთქვა საქართველოს ნაკრებზე. მეთქვა თქვენთვის და საკუთარი თავისთვისაც პრინციპში. მილიონი აზრი, სიტყვა, ფრაზა, ფიქრი მიტრიალებდა თავში. ბრაზიც იყო და უფასებლობის გრძნობაც იმის ახსნაც მინდოდა, რომ გულშემატკივრობა არ გვეშლება. ძალიან დიდ ნაწილს არ გვეშლება. ანუ მტკიცებას ვაპირებდი იმისი, რაც დამტკიცებულია. 100-ჯერ და 1000-ჯერ არის დამტკიცებული. იმის თქმას ვაპირებდი, რომ საქართველოს ნაკრებს სახელების და გვარების გამო გარეშე გულშემატკივრობთ. იმის თქმას, რომ ისე უანგაროდ გვიყვარს. უანგაროდ გტკივა და კი, ის სახელები და გვარები გვიყვარს, ვინც იმ მომენტში ქვეყნის ღირსებას იცავს და იცავდა. გვიყვარს და ვაფასებთ. ვედრებით მაგალითს იღებს ახალი თაობა, შეიძლება ძველიც იღებს მაგალითს. მაგრამ ეროვნულ ნაკრებზე მეტად არ გვიყვარს. გამორიცხულია. მე ვარ საქართველო, ეს მხოლოდ სლოგანი არ არის, ან ბრენდინგის კამპანიის ნაწილი. ეს არის პასუხისმგებლობა, ჩემი, შენი და საერთოდ ჩვენი. ხოდა ამის მტკიცებას აზრი არ აქვს. ვინც აქამდე ვერ მიხვდა, ვერც მომავალში დარწმუნდება ამ ემოციის სისუფთავეს და სისპეტაკეს. ვინც ვერ მიხვდა, რომ არის ადამიანების ნაწილი, ვინც 2024 წლის 26 მარტის საღამოს ცხარეცრემლით ტიროდით ბედნიერებისგან და ბავშვებივით გვიხაროდა ეს გამარჯვება, 27 მარტის დილას ისევ თავის ცხოვრების რუტინაში მოუწია ჩართვა, ზრუნვა გადასახადებზე, სურსათზე, ვალზე, ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ. და თან აი ამ ყოფაში უცნაური, ძალიან უცნაური კმაყოფილების და ბედნიერების გზნობა დაეუფლებოდა. დაფიქრების გარეშე 26 მარტის გამარჯვების ქარიშხალი დაუბერავდა და გაყინული დარდიანი გული თბებოდა ხოლმე. კი არსებობენ ასეთი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, სულ არსებობდნენ და იარსებებენ. ზოგიერთი სახლში, ზოგიერთი ქუჩაში, ზოგიერთიც ციხეში. 96 ჯერ მოვიგეთ და გავიხარეთ. 145 ჯერ წავაგეთ და ვინერვიულეთ. ისევ მოვიგებთ, ისევ წავაგებთ, მაგრამ ეგ არ შეცვლის ერთს. ჩვენ ისევ მოვალთ. ჩვენ ისევ ვიქნებით ეროვნული ნაკრების კომაგები, ისევ ჩავდგებით რიგში, ისევ მოვიკლებთ ყოველდღიურ საჭიროებებს და ვიყიდით ბილეთს ან საგზურს. არც ადრეხზელოს თქმა მინდოდა და არც მით უმეტეს ვინმეს დამოძღვრა. ჯვარი მეწეროს უბრალოდ როგორც ადამიანი, რომელმაც ცხოვრების 37 წლის მანძილზე ბევრი რამ დაკარგა, გეტყვით, რომ ერთადერთი რასაც ვერ იყიდით, ვერც ვიყიდით, უანგარო სიყვარულია. და ბოლოს მართლა სადღეგრძელოსავით რომ არ გამოვიდეს, ცალმხრივი არაფერი ვარ გაბიცი. არც სიყვარული, არც მეგობრობა, არც მხარდაჭერა. მე დროთა განმავლობაში ეგ უფრო ადევნებას ემსგავსება. ადევნება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე.